შენ რა პირველი ეპიზოდი არ გინახავს? კარგი გაჩვენებ რაც მოხდა წინა ეპიზოდში. მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოვლოგი. დღეს განვიხილავთ Honda Shadow Steed 600-ს. ჩვენი მოტოციკლეტი ავითარებს 140-დან 150 კმ/სთ სიჩქარეს. შენ უკვე სიჩქარე აღარ ყოფნის და ყვირის რა ეს მე-5-ს ითხოვს რა. 500-დან $3,000-მდე მერყეობს. ამახო ტვინი გზაზე შევხვდებით. მოგესალმებით მეგობრებო, მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოვლოგი. დღეს ჩვენ განვიხილავთ იაპონურ კლასიკას Honda Shadow VT750 Ace 2002 წლის მოდელს. ეს კრუიზერი სტილის მოტოციკლეტი შეიქმნა სტაბილური მშვიდი და კომფორტული გადაადგილებისთვის. VT750 დაახლოებით 90-იანების შუიდან გამოჩნდა უკვე ბაზარზე. Honda-ს ცდილობა რომ ყოფილიყო ამერიკული კლასიკური სტილი, ოღონდ აუცილებლად იაპონური გამძლეობით. Ace ნიშნავს American Classic Edition, ანუ იაპონური ხარისხი ამერიკულ სტილში. რაც შეეხება ჩემო ძვირფასებო, მის ვიზუალს გადავიდეთ და მოკლედ განვიხილოთ მისი ვიზუალი. მოტოციკლეტი შედგება დაბალი და მასიური კორპუსისგან, ასევე წარმოდგენილია როგორც წინ, ასევე უკან საკმაოდ დიდი ფრთა აქვს. მაგალითად მე ძალიან მოწონს მისი ეს გვალი კლასიკური დიზაინის ფარი. რაც შეეხება მის განიერ ტყავის სავარძელს. ამ სავარძელზე ცალკე შეიძლება რაღაც დაიწეროს, იმიტომ რომ კრუიზში როდესაც მიდიხარ, ეს სავარძელი გაძლევს სრულიად სასიამოვნო შეგრძნებებს და მოკლედ რო ვთქვათ, მარტივ ენაზე, ანუ საერთოდ ვერ იგრძნობ დაღლას წელის მიდამოებში რა. მოკლედ რო ვთქვათ და ესე შევაჯეროთ მისი ვიზუალი, კლასიკური ჩოპერის სტილი აქვს, ხშირად ამ მოდელს Harley-საც ამგვანებენ, მაგრამ ნუ ეხა Harley-სთან შედარებით ბევრად იაფი და მარტივი შესანახია რა. ასევე მისი ეს ქრომირებული დეტალები რა, ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, რომ როდესაც ქარხანა დამამზადებელი ამზადებდა ამ ვიზუალს, ეს ინჟინერი ადგა ტიპი დაიბარა და გაუშვა და თუ კი სადმე რამე ქრომი იყო, მოიტანა და ზედ მიაყარეს აი მოტოციკლებს რა. დავიდეთ ჩვენი ლამაზმანის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ძრავი შედგება 755 კუბური სანტიმეტრისგან, გადაცემათა კოლოფი გვაქვს 5 სიჩქარიანი, სიმძლავრე დაახლოებით 45 ცხენის ძალა, საწვავის ავზი არის 14 ლიტრიანი. ასევე სანამ საწვავზე ვართ, ისიც ვთქვათ, რომ საწვავის შეფხვევა ხდება კარბურატორის მეშვეობით, გადაცემა გვაქვს ცეპზე, ასევე მისი წონა დაახლოებით არის 250 კილოგრამი, მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 160 კმ/სთ და რაც შეეხება მის სავალ ნაწილში ხდება სრული პორნოგრაფია. ეს არის კომფორტის პიკი, ძალიან რბილი სავალი ნაწილი აქვს, რის ხარჯზეც გინდაც ქალაქში და გინდაც ტრასაზე სრულიად და ძალიან მარტივია მისი ცალი ხელით მართვა. დავიდეთ ჩვენი მოტოციკლეტის დადებით მხარეებზე. ძალიან საიმედო და გამძლე ძრავი, ნუ მოგვეხსენება ხა Honda-ს ძრავი აღიარებულია მსოფლიოში. კომფორტული პოზიცია, რბილი სავარძელი, ეს ქრომირებული ლამაზი დეტალები, როგორც ზემოთ აღვნიშნე. საშუალო ხარჯი წვის მხრივ, ანუ 5-6 ლიტრი 100 კილომეტრზე. ასევე ძალიან მარტივი და იაფი შესანახია და ნაწილებიც ასევე ძალიან მარტივად იშოვება. და ნუ შესანიშნავია მოკლედ 7 სვლის მოყვარულთათვის რა. ასევე ბევრ დადებით რაღაცებთან ერთად ჩვენს მოტოციკლებს აქვს უარყოფითი მხარეებიც რა. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ეხა მე რასაც ვიძახი, ეს აუცილებლად ესე არ არის. ეს არის ჩემი პირადი აზრი რა. ნუ მე რას გავიყვანდი ამ მოტოციკლეტში უარყოფით მხარეებში რა. მაგალითად პირველ პუნქტად შეიძლება ავიღოთ მისი სიმძიმე. სიმძიმე აი აქ გულისხმობ დამწყებებისთვის რა. ასევე უარყოფით მხარეებში შემიძლია გავიყვანო სეზონიდან გამომდინარე რა ხანს ეხა ჩვენთან ზამთარია, მოკლედ მისი კარბურატორის სისტემა, იმიტომ რომ არ არის კომფორტული ჩემთვის პირადად ის, რომ ჩამოვდივარ დილით მაგალითად და ეს უნდა ვახურო და აი პირდაპირ ვერ გადავაждდები მოტოს და ვერ წავალ მოკლედ საკატაოდ რა. ასევე მისი ცეპს ხშირად მოვლა ჭირდება, გაწმენდა ჭირდება
ასევე დასერვისება, იმიტომ რომ ხშირია მისი გაწეული შემთხვევები და მაღალ სიჩქარეზე ცოტა მძიმე მოტოციკლეტია რა, ისეთ შეგრძნებას ტოვებს რა. მოკლედ, ჩვენი ლამაზმანის საშუალო საბაზრო ღირებულება არის 3000-დან 4000 $-მდე მერყეობს, მდგომარეობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს ვიზუალურ და ტექნიკურ შეჯამებას, მოკლედ შეჯამებას. VT750 არის მოტოციკლეტი იმ ხალხზე გათვლილი, ვინც მოყვარულია მშვიდი, სტაბილური და კომფორტული სვლისთვის. ეს არ არის სწრაფი ბაიკი, ეს არ არის რაღაცა აგრესიული ბაიკი, მაგრამ ნებისმიერ ადგილას სადაც წახვალ შეუძლია მოგატაროს მშვიდ და წყნარად კომფორტულად. რო ვთქვათ, თუ ხარ მოყვარული სტაბილურობის, კომფორტის, კრუიზერული კლასიკის, ეს ბაიკი სწორედ შენთვის არის. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად გამოგვიწერეთ, გაიაქტიურეთ ზარიზღილაკი და ჩუმო გაიაქტიურეთ ზარიზღილაკი, დაგვიწერეთ კომენტარები, ყველა კომენტარს აუცილებლად გადავხედავთ, გავითვალისწინებთ, ვიმეგობროთ, მოკლედ არ ვარ ცუდი ტიპები. ზაზე შევხვდებით. ჩუმო ხოგით